ბათუმში დღეს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ჩემპიონატი გაიმართა. მასში ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, ხულოსა და შუახევის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ჩემპიონატის მონაწილეები რამდენიმე წუთის განმავლობაში მაყურებლის გახალისებას იუმორისტული ნომრებით ცდილობდნენ. გამარჯვება ხულოს მუნიციპალიტეტის გუნდმა მოიპოვა. ისინი 3 დღით ტაო კლარჯეთში გაემგზავრებიან. ჩემპიონატი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტისა და მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა. მის მიზანს ახალგაზრდების ჩართულობის ამაღლება, სასცენო ხელოვნების პოპულარიზაცია და მოსწავლეების ახალისება წარმოადგენს. მანსანკანი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში წელიწადში 2 ჯერ ტარდება. ჩვენ ახლა მასპინძლობს საგაზაფხულო სეზონს, მონაწილეობს 5 მუნიციპალიტეტი, რაც შეეხება პრიზს, ჩვენ შევცვალეთ პრიზი შარშანოვის შემოთამაშების ტექნიკას, ეხლა არის გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება ტაო კლარჯეთში. ეს არის როგორც მოგესმენთ ყველა წლიური ორგანიზება და ხელს უწყობს ახალგაზრდებში სასცენო ხელოვნების დაუფლებას, ასევე თვითონ მანსანკანის პოპულარიზაციას და ახალგაზრდებს ძალიან მოიწონს ეს ორგანიზება და დეპარტამენტის გამართლებას მიიჩნევს ამ ორგანიზების ჩატარებას. ყველა წელს მონაწილეობ, თითქმის ყველა წელს საუკეთესო მოთამაშის ტიტული ავიღე. წელსაც ასევე როგორც წინა წლებში, მაგრამ რეჟისორის დახმარებით ჩვენ ვეთ გამოვედით, კმაყოფილები ვართ ასე თუ ისე. მაყურებლებიც რა თქმა უნდა ძალიან გადამწყვეტ თამაშობს და ძალიან გულშემატკივრობს ყველა ჩვენი ფანები, ქობულეთელები, არა მარტო ქობულეთელები და საერთოდ ყველა. მოხარული ვარ, რომ ესეთი ღონისძიებები ტარდება ბათუმში და ეს არის ბავშვების განვითარებისთვის ყველაზე კარგი და წინა წელთან შედარებით უფრო კარგია რა. დახვეწილია ხუმრობები.